გამარჯობათ. მე ვარ პაციენტი თქვენი ირა ჯანაშია, რომელმაც 2025 წლის რომელმაც 2020 წელში გაიგეთა ოპერაცია კატარაქტის. მაგის შემდეგ კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ წელს 2025 წელში ნახე, რომ ცუდად ვხედავ. მივმართე ჩვენ პოლიკლინიკის ექიმს, რომელმაც შემამოწმა და მითხრა, რომ მაქვს მეოთხე სტადიის გლაუკომა. ამ ჯერზე დამინიშნა წვეთები. ხმარობ 3 თვეა, მაგრამ ჯერჯერობით ერთნაირად ვარ. პარალელურად გავიგე მაგა ექიმზე და მასაც მივმართე და ჯერჯერობით ძალიან ბედნიერად ვგზნობ თავს, იმიტომ რომ ნამდვილად ვხედავ აი უკეთესობას, კომფორტულად ვარ, უფრო უკეთ ვიხედები, მეტად კონტრასტებს ვხედავ და არ ვიცი ჯერჯერობით რამდენ ხანს ეს გაგრძელდება. თვალის ველი მქონდა ძალიან შევიწროვებული და ეხლა უკვე კარგად გაიზარდა. ეს კი შემიძლია აღნიშნო. სხვა მხრივ აი ვნახოთ, მე იმედი მაქვს. მადლობა. ქალბატონო, ჩაგიკითხებით. თუ გახსოვთ, ჩვენ ყველას მამახსოვრებინებთ ხოლმე. რამდენს ხედავთ ხაზს 10 ხაზის ნაცვლად, რამდენ ხაზს ხედავდით მარჯვენა თვალიდან და რამდენ ნაბიჯზე ხედავდით მარცხენა თვალიდან. რამდენ ხაზს ხედავდით მარჯვენა თვალიდან? მარჯვენა თვალი, რომელიც უფრო ჯამთელი მქონდა და რომელშიც არ იყო გლაუკომა, ვხედავდი 1 ხაზს. მარცხენიდან ხაზების ნაცვლად რამდენ ნაბიჯზე ხედავდით? 7. 7. ეხლა ძალიან გთხოვთ, გულწრფელად ბრძანეთ. ჩვენ აი რამდენიმე დღის უკან გავესინჯეთ და იქ საიდანაც 1 ხაზს ხედავდით, რამდენი ხაზი დაინახეთ? 4 ხაზი დავინახე კარგად. და 7 ნაბიჯიდან გლაუკომატოზურ თვალზე, სადაც 7 ნაბიჯზე ხედავდით, რამდენი ხაზი დაინახეთ? 3. ანუ მოგემატათ რამდენი 30 და 60% თქვენს გლაუკომატოზურ თვალზე. მე თქვენ გასწავლეთ, რომ სახში შეგემოწმებინათ მხედველობის ველი. აი თუ შეგიძლიათ მანახეთ, სად ხედავდით, ხელი რომ მომქონდა, მანდ ხედავდით და ეხლა უკვე სად ხედავთ? ეხლა უნდა გაჩვენოთ მაშინ. კი ბატონო, ანუ საგრძნობლად გაფართოვდა. აი თქვენ ამას ქუჩაში როგორ აღიქვამთ? იქნება ეს გვერდით მოსიარული ადამიანი, ტელევიზორზე წარწერები თუ ბილბორდები თუ აი როგორ? იცით რა? ეხლა რატომაც ისე შევეჩვია ბუნებრივი მას, რომ გონია რომ ხედავდი მაშინაც. მაგრამ ეთყობა ეს ახალი შეძენილი მაქვს და ისე ვერ კმაყოფილი ბრძანდები აი ამ პროცესში. ძალიან ნამდვილად კმაყოფილი ვარ. და რას ურჩევდით სხვებს, ვისაც აი დიაგნოზი დაუსვეს მეოთხე სტადია გლაუკომა, ბუნებრივია ინერვიულებდით, რას ურჩევდით მსგავსი დაავადების მქონე ადამიანებს? მე რომ ცოდნოდა ადამიანებს? ეს ადრე, რამდენად ბედნიერი ვიქნებოდი. ვიცილებდი ამოდონა იმას და რახან ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ვიყავი და ასეთი შედეგი მაქვს, ნამდვილად როგორ შემიძლია არ ვიყო კმაყოფილი. კმაყოფილი ბრძანდებით. ძალიან. მე რამდენი დღე გაქვთ დღეს? დღეს მე 7 დღეა უკვე. ანუ ჯერ კიდე არ დაგვისრულებიათ დღიანი კურსი. გავაგრძელებთ ურთიერთობას. აუცილებლად. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენს.